მადლობა უფალს ყოველი დღე არის ღმერთის აჩუქარი ნამდვილად. ყოველი დღე რომელიც გვითენდება ჩვენ მდგებით არის ეს ღმერთის ძალიან დიდი წყალობა. ყველამ ვიცით ჩვენის მეორე გახმაურებული მკვლელობის შესახებ რომ ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა. არც ეგ გოგონა არ გეგმავდა სიკვდილს რა თქმა უნდა ადგა ჩვეულებრივად მიდიოდა ალბათ თავის საქმეზე მატარებელში ჩაჯდა ახალგაზრდა გოგონა მაგრამ მატარებელში მორჩა მის სიცოცხლე სამწუხაროდ ის მკვლელიც არის რა თქმა უნდა ბოროტის ჭურჭელი სამწუხაროდ არავინ არ იცის მის ცხოვრებაში რა მოხდება დილით რომ ხარობს ხალისობს მეორე დღე შეიძლება უკვე აღარ იყოს ის ადამიანი ამიტომ ღმერთის წყალობა ჩვენ ცხოვრებაში არის უსაზღვრო მე ყოველთვის ვიყურებოდი ხოლმე ჩემს წარსულში და ხედავდი რამდენად დიდი იყო ღმერთის წყალობა ჩემს ცხოვრებაში ყოველ დღეს მაინც ხედავდი ღმერთის კურთხევას ღმერთის აჩუქრებს ეს იყო ძალიან განუსაზღვრელი ჩემს ცხოვრებაში გუშინ მკითხულობდი იონას წიგნს და ესეთი მომენტი წავიკითხე ბოლოში რომ წერია იონამ როცა იქადაგა უკადაგა ნინევიელებს და მათ მოინანიეს რომლებიც არ იყვნენ ებრაელები მაგრამ ღმერთს მაინც ენანებოდა ადამიანები რომ დახოცილიყვნენ და იონამ როცა უკადაგა და წავიდა მერე ქალაქიდან და დაწვა მოსასვენებლად ასე ვთქვათ სცენარი ამოვიდა მის თავზე და აჩრდილებდა ეს სცენარი მაგრამ მეორე დღეს ეს სცენარი გახმა და იონას ძალიან დაენანა ეს სცენარი და ღმერთი ეუბნება ესეთ რაღაცას დაგენანაო ეს სცენარეო და კიო ძალიან დამენანაო და მე უფრო არ დამენანებოდა ის ხალხი 100,000 ადამიანი რომელიც ნინევიაში ცხოვრობდაო და შენ ეს სცენარი დაგენანა რომელიც ერთი დღისთვის იყოვო და მეორე დღეს უბრალოდ აღარ არის ღმერთის წყალობა ღმერთის ჩანაფიქრი თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრებაში არის ძალიან განუსაზღვრელი და ძალიან ღრმა ბევრი იტყვის ახლა რა თქმა უნდა რომ რატო ხდება ამდენი ბოროტება ცხოვრებაში ბავშვები იხოცებიან უდანაშაულო ხალხი იხოცება ასე ვთქვათ მაგრამ თავარი გასაღები ამას ბევრი კითხულობს მაგრამ ჩემი აზრით თავარი გასაღები არის როდესაც ღმერთი ეუბნება რომ მოდი ადამიანის შევქმნათ ჩემს ხატად და ჩემს გავსად ადამიანს აქვს ძალაუფლება რომელსაც ვიბრუნებთ იესო ქრისტეში ამ წყალობასთან ერთად რაც ყოველდღიურობაში თან გვახლავს იესო ქრისტე გვაძლევს თავის ძალას ძალაუფლებას ჩვენ გვინდა არ გვინდა ცხოვრებაში ან ღმერთს გაუღებთ კარებს ან ბოროტს გაუღებთ კარებს ნეიტრალური არ არსებობს ნეიტრალური რეალობა ასეთი არის მაგრამ ამ ორივეს მოჰყვება თავისი შედეგები ან ღმერთის კურთხევა მოყვება და ღმერთის ძალა ან სიკვდილი და დაღუპვა თუნდაც მორწმუნე ადამიანს რომ რაღაცა შეემთხვეს თუნდაც ჩვენ ვიცით რომ იმის იქით არსებობს სიცოცხლე ანუ ჩვენი ცხოვრება არ იყურება მარტო ამ მიწაზე რომ აქ ვიყუროთ მომავალში რა გავაკეთოთ მარტო მაგაზე არ ფიქრობს ნამდვილი მორწმუნე ადამიანი ის თავისუფალი არის ღმერთზე არის მინდობილი არ უყურებს რაღაცა დაიქცევა რაღაც უბედურობა მოხდება ეს არ უყურებს ნამდვილი მორწმუნე ადამიანი ის იმის იქით იყურება იმიტომ რომ მორწმუნე ადამიანს უნდა კონდეს ღმერთის ძალის გამოცდილება ღმერთის სიტყვის ძალის გამოცდილება ღმერთის სიტყვის გამოცხადება უნდა კონდეს და ეს ყველაფერი ძალავნებურად მაინც იმის იქით გახედებს ვიდრე აქ ხდება დღევანდელ რეალობაში როცა ვკითხულობდი დაბადების გამოსვლის წიგნს თავიდან ძალიან გაკვირვებული ვიყავი ღმერთის კეთილმოწყალებით ღმერთის სულგრძელებით იმიტომ რომ როდესაც ადამიანები ხედავდნენ ღმერთის ძალას თავიანთ ცხოვრებაში თან არაერთს თან ძალიან უჩვეულო სასწაულებს ხედავდნენ ავიწყდებოდათ რაღაც პერიოდის მერე ამიტომ უდებდა ღმერთი
სამახსოვრო ქვას, სამახსოვრო მაგალითებს, რომ არ დავიწყებოდათ ეს ყველაფერი და როცა ავიწყდება ადამიანს ღმერთის სიკეთე, ისე იქცევა თითქოს მის ცხოვრებაში ღმერთს არაფერი გაუკეთებია. ეგ იმაზე უარესი არის, ვიდრე მის ცხოვრებაში არ დაენახა ღმერთის ძალა საერთოდ. და მიკვირდა ღმერთის მოწყალება, ღმერთის სულგრძელება, რომ იმ ყველაფრის მერე რაც ღმერთი გააკეთებდა მათ ცხოვრებაში და მაინც ისინი გადაუხვევდნენ მისი სულგრძელება მაინც დიდი იყო, ხანგრძლივი იყო მისი სულგრძელება. ეს ღმერთის მოთმინების ფიალა ძალიან ღრმა არის. სამწუხაროდ ადამიანები ამას ვერ ხვდებიან, რაც ძალიან სამწუხარო არის. თუმცა მთავარი ჩვენ საქმეში ის არის, რომ ღმერთის მოწოდებაში დავდგეთ, მივდიოთ ღმერთის გეგმას ჩვენ ცხოვრებაში და ეს კეთილი საქმეები რომ გვინდა გავაკეთოთ, რაც ბოროტი ხდება, რომ გვინდა არ ხდებოდეს, გვინდა რომ შევცვალოთ, ესეც ღმერთის ნება არის ჩვენ ცხოვრებაში, რომ ეს გვინდოდეს. ასე რომ ჩვენ რომ გვინდა, მით უმეტეს ღმერთს უფრო მეტად უნდა. და ღმერთი აუცილებლად გააკეთებს თავის გასაკეთებელს. მთავარია ჩვენ ვიყოთ ამის მონაწილეები და იმ დროს, როცა ამას გააკეთებს, ჩვენ ვიყოთ გამოსადეგარი ჭურჭლები. ასე რომ ღმერთის წყალობა დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენთაგანის ცხოვრებაში ძალიან ბევრი არის, გაიხსენეთ ხოლმე თქვენც რა გაგიკეთათ ღმერთმა, რომ ზოგჯერ ისე არ მოიქცეთ თითქოს ღმერთი არასოდეს არ შეგხებია და ღმერთი აუცილებლად გამოგიყენებთ ყველაფრის შესაცვლელად. მადლობა ღმერთს თავისი წყალობისათვის. ვილოცოთ მოდი.